ვალერია არქანიას სახელობის არტ გალერეაში საზოგადოებრივი კოლეჯის მერმისის მოსწავლეთა დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენა მოეწყო. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ახალგაზრდები არიან. გამოფენის პარალელურად გაიმართა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობდა აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედებითი კოლექტივი. ბავშვებიდან ვუკერავდი თოჯინას და დავიწყე მე სამკერვალოზე ფიქრი. ჩემი პირველი გამოფენა არის. მომავალში ვაპირებ გავაგრძელო. ორგანიზატორებს ვუხდი დიდ მადლობას. ბავშვობიდან მიყვარდა ხელოვნება და მინდოდა რომ ხელოვნების განხრით მესწავლა. ძირითადად მუშაობ გობელენზე, ხალიჩებს ქსოვთ, ფარდაკს. ჩემს ნამუშევრებში უფრო ეროვნული მოტივი ჭამობს. ჩემთვის არის პირველი გამოფენა და სამომავლოდაც მინდა რომ ბევრი გამოფენა მქონდეს ჩემი. მინდა დიდი მადლობა უთხრა იმათ, ვინც ეს გააკეთა. ხდება ბავშვების ინტეგრირება ჩვენს საზოგადოებაში და ეს არის მთავარი რაც კეთდება ამ ღონისძიებით. ეს მიიღებს მუდმივ ხასიათს და ჩვენ კი შევუწყობთ ხელს. საღამოს ორგანიზატორი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. ეს არიან სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები. მოვიწვიეთ შემოქმედებითი საზოგადოება იმისათვის, რომ ხარი დაუჭირონ. ვინაიდან ჩვენი სურვილია პოპულარიზაცია მოვახდინოთ ამ სტუდენტების, ზოგადად მოსწავლე ახალგაზრდობის, აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეების და მოვახდინოთ მათ შემოქმედების ინტეგრირება ფართე საზოგადოებაში. გვაქვს იმედი თანამშრომლობისა კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტებში, აბსოლუტურად ყველა სტრუქტურასთან, ყველასთან მივიღებთ მონაწილეობას ნებისმიერ, ასე ვთქვათ, პროექტში, სადაც წარმოჩინდებიან დევნილი ბავშვები.